ეს მარილის არჭამა საერთოდ საიდან მოვიდა, მაგასაც ვერ ხვდები. იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვები აქვთ ხომ ავიყვანო არ ავიყვანო, მჭირდება არ მჭირდება, ან სანამდე მყავდეს ფიტნეს ინსტრუქტორი. წარმოიდგინე, ტიპი გამოვიდა და იძახის იმას, რაზეც აი რავი, სადა აქვს წაკითხული. ცდილობენ რომ თვითონ გამოასწორონ პრობლემა რა, თვითონ ექიმია და ასე შემდეგ. ხალხი უყურებს ხოლმე მარტო აი რაღაცა სხეული უკეთესი მაქვს. სხეულთან ერთად იცვლება აი აქ ყველაფერი. ტენდენცია ეგ არის, რომ მომდის მაგალითად 10 მოსწავლე, 10-დან 8-ს დაკლება უნდა. არ გაგიგია რომ ერთხელ ჭანა მაინც ვიმატებ, ეგ უკვე დარღვევა არის. ზოგიერთი ვალდებულად თulis რომ ეს გააკეთოს. ფიტნეს რეალურად მაგას უნდა იმსახურებოდეს და არა სტრესს. პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი. ძალიან დიდი ხანია მე ხა გიყურებ, თვალყურს ვადევნებ რა შვები და როგორ შვები და შენ ეს წარმატება სოფლიო ასპექტში და ასე შემდგომ, ანუ თავიდან ძალიან გამიხარდა ამ სფეროში რო ვიყავი. ჩემთვის ძალიან სენსიტიური იყო რა პირველი ადამიანი რო დავინახე რომ ანუ ესე იგი ქართველებს შეგვიძლია და რაღაცა. და დღევანდელი კომუნიკაციაც მაგიტო უფრო პერსონალურია, იმიტომ რომ ეს თემაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ფიტნესის სფერო. და შენ ასოცირდები, ნუ ეხა პირველი სტუმარი არსენა იყო, შენ ასოცირდები იმ ჩემს თაობასთან, რომელსაც შეუძლია რომ ყველაფერი შეცვალოს და იქ გავიდეს და მსოფლიოს ანახოს რომ საქართველოს ყავს ხალხი რა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები შენს მაყურებელს. ძალიან ესე ვთქვათ გამიხარდა შენთან მოსვლა, იმიტომ რომ შენი ვიდეოებიც ვნახე, სხვათა შორის შენი არხიც ვნახე და ძალიან საინტერესო პოდკასტები გაქვს, ძალიან ხარისხიანი, ძალიან შემეცნებითი, ძალიან ესე ვთქვათ როგორ გითხრა, საზოგადო და ყველა ადამიანზე გათვლილი, არ არის მარტო იქ რაღაცა ვიღაც კონკრეტულ ტიპებზე გათვლილი. მადლობა მინდა გითხრა ამ სიტყვებისთვის. რაღაცა ვიღაცისთვის რაღაცა мотиваცია მიმიცია ოდესღაც. ხო, ეგრე იყო რეალურად. როცა მე დავიწყე ესე ვთქვათ ჩემპიონატებზე გამოსვლები, მაშინ აი ეს ინფორმაციის ნახევარიც კი არ იყო, რაც დღეს გვაქვს. არც საშუალებები გქონდა ვიღაცაებისთვის გვესმინა, ესე დამჟარიყავით და ვიღაცის პოდკასტისთვის მოგესმინა და რჩევები მიგვიღო. ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო და ძირითადად რასაც სწავლობდით ხოლმე იყო ჩვენ შეცდომებზე რა, რაღაც აქვთ კვირდებოდა, ესე იგი ესე მე მგონი არ არის სწორი. და ესე ვთქვათ საკმაოდ რთულად გავიარეთ ეგ პერიოდი, მათ შორის მეც. და ხო, ნუ ეგრე მოხდა, რომ ჩემ პირველ საერთაშორისო ტურნირზე გავხდი, ესე ვთქვათ, აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის პროფესიონალი ბოდიბილდერი და შემდეგ ნუ გავაგრძელე მოღვაწეობა და რაღაცა პერიოდის მერე ეხა ესეთი ჭრილი მაქვს, ესეთი 2 წლიანი პაუზა მაქვს და ნუ სამომავლოდ ნახოთ, ეხა ცოტა სხვა გეგმებით შემოვიფარგლები, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება მართლა როდის გამოხვალოდის მოგვინატრეს სცენაზე, როდის გიხილავთ რაღაც, მაგრამ მართლა არ მაქვს ზუსტი პასუხი ამაზე, იმიტომ რომ ესე დაგეგმილად უკვე ვეღარ ვაკეთებ რაღაცებს, როგორც ადრე ვაკეთებდი რა. ესმის ცხოვრებამ ჯერჯერობით სხვა რაღაცები. ო, რაღაცები იცვლება დროთა განმავლობაში რა. ოკეი, ანუ იდეაში დღევანდელი ჭრილი ისევ ფიტნესთან მიმართებაში უნდა იყოს საუბარი რა, მაგრამ თან მინდა რომ ცოტა ბოდიბილდინგის ნაწილიც ჩავრთოთ, იმიტომ რომ უკვე მეორე სესია არის ფიტნესის და ცოტა სიღრმეებში რომ შევიდეთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. და მეც იმედი მაქვს რომ გიხილავ. იმიტომ რომ ანუ როგორ თქვა, ძალიან ბევრს ხო ვუყურებ, ძალიან ბევრი გარშემომყოფი არის, ვინც ვარჯიშობს და უნდა გამოვიდეს და რაღაც რა. ეს ჟინის მომენტი იშვიათია ხოლმე რა, რომ აი ბოლომდე აწვევიან და შენ ვიდეოებს რო უყურებ, ეგ მაგან мотиваცია ხშირად მომცა რა, ქართული მაინც ხვანაირად უცხოელებს უყურებ, მაგრამ აი ქართულად რო გესმის რო არ გაჩვენე და ქენია, უფრო შენიანია და გულთან მოდის რა. მოდი მაშინ პირდაპირ დავიწყოთ პირველი კითხვით, რა განსხვავებაა ეხა ჩვეულებრივი ადამიანი წავიდა, ვარჯიშობს, მეც შეიძლება ძალიან პროფესიონალურად არ უდგები, მაგრამ მაინც რადგანაც ინსტრუქტორი ვარ, მაინც პროფესიონალურში გადამყავს ხოლმე, მაგრამ მოვარჯიშე ადამიანს და ბოდიბილდერის ფიტნეს კულტურას შორის, არა კვებაში მხოლოდ, ფსიქოლოგიურად და ზოგადად, ანუ რა სირთულეების გადალახვა გიწევს? ბოდიბილდინგი ბოდიბილდერისთვის არის ცხოვრების სტილი და ფიტნესი ჩვეულებრივ ადამიანისთვის არის ცხოვრების ნაწილი. ეგ ორი ძალიან სხვადასხვა რამეა რა. და არ ვიცი ძალიან ბევრს ატოერება ხოლმე ბოდიბილდინგი პროფესიონალური თავის ესე ვთქვათ უბრალოდ რაღაც გატაცებაში რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამწყები ადამიანია, რომლებიც საკუთარი პატარა მიზნების გამო ძალიან სერიოზულ რაღაცებს თავენ თავის ცხოვრებაში და ესე ვთქვათ ძალიან დიდ რისკებზე მიდიან. ეხა მიხვდები ალბათ რაზეც მაქვს საუბარი, მაგაზეც არაერთხელ მისაუბრია. რეალურად ფიტნესი რას მეუბნება მე პირადად, ხო, შეიძლება ყოველთვის სხვადასხვა რაღაც იყოს და სხვადასხვანაირად ესმის დღეს ყოველს ფიტნესი რა. ფიტნესი არის ჩემთვის ლამაზი სხეული, ჯანმრთელი სხეული, ჯანმრთელი კვება და ცხოვრება, რომელთაც სიამოვნებას იღებ რა.
და ბოდიბილდინგი არის სრული ტანჯვა. ანუ მართლა ეხა ბევრს უკვირს ხოლმე მე ზოგადად ბევრი ბოდიბილდერი ზოგადად ღიად არ საუბრობს და ის იმ რაღაცებს ძალიან მალავს ხოლმე რაც ზოგადად ბოდიბილდინგში ხდება და მომზადების დროს ხდება რა. მაგრამ არიან ის გამონაკლისები ერთ-ერთი რიჩპიანა იყო, რომელიც დღეს აღარ გვყავს, ადამიანი, რომელიც მართლა პირდაპირ ეუბნებოდა ყველას რასთან ჰქონდა საქმე, ვინც გადაწყვეტავდა, რომ გამხდარიყო ბოდიბილდერი და მგონია, რომ სწორიც არის რა. შენ თუ მაგალითად გინდა ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს რჩევა მისცე, მაშინ ჩაახედე, ანახე ის ყველაფერი, რაც შენ უკვე ნახე. ანუ არავის არ ვაძლევ ტყუილ იმედებს, არავის არ ვეუბნები, რომ ამას გააკეთებ და აუცილებლად ესეთი იქნები. ამიტომ ფიტნეს და ბოდიბილდინგი ორი ძალიან დიდი სხვადასხვა რამეა რა. როცა პროფესიონალ ბოდიბილდერი ხარ და ადამიანი როცა ფიტნესს ხარ დაკავებული. მე ხა მოსწავლეები მყავს ძალიან ბევრი, დღესდღეობით მწვრთნელი ვარ, პერსონალური, ისევ ფიტნესში ვარ, რა თქმა უნდა, დავიქნები ყოველთვის. მნიშვნელობა აქციონაზე გამოდივარ თუ არა. და ჩემ მოსწავლეებსაც ჰქონდათ ხოლმე ესეთი გამოხტომები, რომ აი ამის დაწყება მინდა, იმის დაწყება მინდა, რომ სწრაფი შედეგი მქონდეს. რეალურად სწრაფი შედეგი არის ჩათვალე სწრაფი დანაკარგი რა. იმ რაღაცეებით თითით შეგვიძლია სწრაფი შედეგი მივიღოთ, ადრეთუგიან მოგვიწევს უარის თქმა და შემდეგ შეიძლება იმაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვინმე მანამდე ვიყავით. ამიტომ ფიტნეს უბრალოდ უნდა დაუთმო კვირაში 3-4 საათი. ინტენსიური სესიები, არა ლაპარაკი, არა სკროლვა და არც მობილური, ანუ 1 საათი სრულად საკმარისი შეიძლება იყოს შენთვის, რომ დაკავდე ფიზიკური აქტივობით, შემდეგ რაღაცა მიირთვა სწორად და ცხოვრების ხარისხი ძალიან იმატებს მართლა, იმიტომ რომ მეტად თავდაჯერებული ხარ, მეტი ენერგია აქვს, მიზნებს რო აღწევ ხო მეტი мотиваცია გაქვს. ფიტნეს რეალურად მაგას უნდა იმსახურებოდეს და არა სტრესს, რასაც ძალიან ბევრი განიცდის დღეს რა, იმიტომ ტიპები ვარჯიშობენ და ისტრესებიან. ანუ რის გამო ვერ ხვდები. ანუ 1 კილო დავიკელი, აი მე ხა რა ვქნა, იქ ქორწილში ვიყავი, დავარღვი, ხა წავედი 7 საათი უნდა ვირბინო, აი რისთვის აკეთებ მაგ ყველაფერს? სიამონება უნდა მიიღო ამისგან. თუ იტანჯები, ჯობია საერთოდ შეეშვა მაშინ. ამიტომ და ბოდიბილდინგი უკვე ცალკე თემა, ბოდიბილდინგი არის მართლა ცხოვრების სტილი, რის გამოც ძალიან ბევრი რაღაცის გამო რაღაცაზე უარის თქმა გიწევს ცხოვრებაში. იქ დაბადების დღე იქნება, რაღაც მე რამდენჯერ მახსოვს, ხა მომზადების დროს ყოფილა რა ქვია დაბადების დღეზე ქორწილშიც და ჩემი კონტეინერებით დავდივარ რაღაც და ეგეც სტრესია რა, ანუ ფსიქოლოგიურად ეგეც სტრესია. შეიძლება იმ მომენტში ხო შენ თავს აჯერებდი რომ აი мотиваცია მაქვს და რაღაცა ესეთი მაგარი ტიპი ვარ, რომ ნახე რას ვაკეთებ, მაგრამ რეალურად შენ ქვეცნობიერში შენ სტრესში ხარ. და გინდა იმად გვერდით იყო რომლებთაც უყურებ, აი ისე სვავდე თუნდაც, ერთობოდე და რაღაც, მაგრამ შენ მიზანი გაქვს, რის გამოც გიწევს აი ამ კონტეინერიდან რაღაცა საკვების მიღება რა. ამიტომ მინდა სწორად გაიგოს ხალხმა ფიტნესი რა არის რა. ფიტნესი არის სიამოვნება. ბოდიბილდინგი ტანჯვაა. ოღონდ მან ტანჯვისგან მიღებული სიამოვნებაა. ამიტომ ძალიან სხვადასხვა რამეა და მინდა და ყოველთვის მაგას ვიძახი, რომ არაფერი არ გჭირდებათ, სწორი კვების გარდა, სწორი ვარჯიშის გარდა და უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება, რასაც აკეთებთ. ესაა ფიტნესი, რა მეტი არაფერი. კი, ძალიან დიდი მადლობა და სრულიად გეთანხმები. მე ანუ როგორ გითხრა, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ პროფესიონალურად არ შევხედო ჩემი თავისთვისაც, იმიტომ რომ ინსტრუქტორი ვარ. ანუ მოდის მოსწავლე, ვასწავლი, მორჩა, ანუ ბოდიბილდერი არ ვარ. თუმცა აი ხშირად არის ხოლმე აი კითხვებით რომ მოდიან, რომ ყველაზე მეტი ბენჩზე რამდენი გაკეთებია და ერთხელ რო წევენ და გუშინაც ქონდა საუბარი რა, ფიტნეს ინსტრუქტორმა, რომელმაც მითხრა, რომ 12 ჯერ თუ 13 ჯერ ქონდა ტრავმა რა. და ჩემთვის არ ასოცირდება, ჩემთვის ასოცირდება ფიტნესი პირდაპირ მნიშვნელობით 12 თვიდან 10 თვე ღიბის ქონად, იმიტომ რომ 2 თვე მაქვს ხოლმე შრობის, როცა მიწევს ეგ კონტეინერებით სიარული, რომ ძალიან არ გამექცეს, იმიტომ რომ მოსწავლე რომ მოდის მაინც უშნოდ ჩანს, მაგრამ ეგ 2 თვე არის მართლა ტანჯვა. იმის მიხედვით მაინც აი რო გრძნობ ყოველ დღე, რომ აი მაინდა-მაინც ეხა დაემთხვა ქორწილი, ეხა დაემთხვა სმაჭამა და რაღაცა. და მაინც ესე ლაითად მივყვები, მინდა რომ ავიდე 30 კილო ნელ-ნელა მოვიმატო და აი მე 6 წლის ბოლოს წესით ჩემს მიზანს მივაღწევ, მე იქ გავჩერდები მყარად და ზოგს არ ესმის ეგ დამოკიდებულება, რომ ხიპი რატო გაქვს. რატომ აქ და ანუ მეც ვცხოვ ვარსებობ, ანუ ინსტრუქტორი ვარ დარბაზში, წონას ვიმატებ, მაგრამ სუპერმენი გონი ხარ ყოველს. ხო, რომ გონი ხარ რომ ვიჭველი ეგრე უნდა იყო რა, შენ სულ ეს 6 კუბიკი უნდა გედოს, იმიტომ რომ დარბაზში მუშაობ. ხო, ანუ ეგ სრულიად არ მესმის მე და ძალიან ეს 100%-ით გეთანხმები რა. იმეს ხანდახან ბოდიში გაწყვეტენ, მეუბნებიან ხოლმე. შეჯიბს და უფრო კარგად იყავიო. აი მეთქი რატო? შეჯიბს და უფრო კარგად. ეხლა ისე ვეღარ ხარო. თქვა როგორ შეჯიბს იყავი და. ოფ სეზონზე ისედაც. ნუ ვეუბნები ხოლმე რომ ხო რაღაცა ისე აღარ ვარიშობ თქვა. აი აზრიც არ აქვს პროსტა რომ იქ დაუჯდე და უნდა ვილაპარაკო დილამდე მაშინ და
ბოლომდე ხო არც რა. ესმით ხოლმე მე რა. ანუ რამდენად დიდ სტრესთანაა დაკავშირებული ხო. მაგ ფორმაში ყოფნა თუნდაც. კი, მესმის და შემდეგი მაშინ შემოვიფარგლები ხა წონის კლება მატებასთან მაქვს რამდენიმე კითხვა უშუალოდ შენი გადმოსახედიდან. ჩემთვის უფრო წონის მატება არის ფაქტია უფრო ახლოს იმ გაგებით რომ რო დავიწყე ეს წინა პოდკასტში საუბრნიშნე ვიყავი 53 კილო და ნელ-ნელა 90-მდე მინდა რომ ისე ავიდე რომ აი გამომშრალი 85 კილო მაინც ვიყო რა და ესე 5 წელია უკვე 5.5 რომ მაგას ნელ-ნელა ვაკეთებ. ნუ ჩემთვისაც არის რაღაცეები რაცაც მივხვდი, მაგრამ აი ხა როგორც პროფესიონალის გადმოსახედით მაინტერესებს რასთან ასოცირდება ეს წონის მატება, რა აქვს მაგას პლუსები და მინუსები, პროფესიონალის გადმოსახედიდან რა დამოკიდებულებები გინახავს ხალხში, რაც წესით არასწორია და ეგ არ უნდა გქონდეთ. თუნდაც მე მარტივად გეტყვი, ძალიან ბევრ ხალხთან მინახავს, რომ აი მარტო გონიათ, რომ აი ბევრი უნდა ჭამო. სინამდვილეში მარტო ბევრი ჭამა არ არის რა. მატების დროს მე უფრო მაგალითად სიმართლე რო გითხრა, უფრო ვიღლები მაგ მარტო კვებით არა, პროცესით ვიდრე კლების დროს. იმიტომ რომ კლების დროს სულ სავსე არ ხარ. ანუ მუდმივად სისავსის გრძნობა მაქვს და შენი დაკვირვებით რა არის ხოლმე ის ასპექტები, რომლებიც უნდა შეიცვალოს. მე პირველ რიგში რასაც ყველას ვეუბნები ხოლმე ეგ არის რომ თავარია ხარისხი და არა რაოდენობა. ყველაფერში ეგრეა საერთოდ რა, აი გინ კვება აიღე, გინ ვარჯიში აიღე და აი საერთოდ ყველაფერი სადაც არ უნდა წახვიდე რა. ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებას გაგიზიარებთ, გეტყვი, მე რა შეცდომები დავუშვი ესე ვთქვათ და რა იყო უფრო სწორი გზა რა იქნებოდა და ხალხი კიდე ამას იმეორებს, აი მე რაც გამიგეთები, უმეტესად ყველა მაგას იმეორებს, რომ აი მატება ყოველას ესმის ძალიან სხვადასხვანაირად რა. მესმის ეხა რომ შეიძლება 90 კილოზე ახვიდე და 5 კილოზე მეტი ცხიმი გქონდეს, მაგრამ როცა იმატებ სიტყვაზე 20 კილო აქვს მომატებოდი. იმ 20 კილო და 15 კილო ცხიმია, ხოლოდ ჩათვალე შენ არაფერი არ გაკეთებია. იმ ზედმეტწონას, იმ 15 კილოს ცხიმს რომ დაიკლებ, გააყოლებ იმ 5 კილო კუნთსაც, ესე ვთქვათ რა. ხო და აი მანდ არის მთავარი ხარისხი და არა რაოდენობა. აი ბევრი ეხა უმეტესობა ახალგაზრდობა დაღუპა ეგომ რა. ვიდეოების გადაღებამ და Instagram-ზე იმის ატვირთვამ რომ რამდენ კილოს ვწევ რა. ხო ხვდები? იქ შეიძლება ტრამვები იყოს, მე ხა მოსწავლეები მყოლია მეც რომ აი სიტყვაზე შრობის დროს ხა რა თქმა უნდა შედარებით ძალა დაგაკლდება ყველავანში ხა იმ ხელწონას ვერ შეეჭიდები, შანსი არ არის რა და რო ხედავდნენ ესე თქვათ რომ აი ძალა აკლდებოდათ, მიდიოდნენ ჭამდნენ ისევ გიჟებივით და ცხიმსაც და კუნცაც ყველაფერს ერთ-ერთ იმატებდნენ რა და მერე ნახე როგორი რაღაცა აი ჯერ გინდა ეს წონა აწიო ჭამ ამისთვის მაგრად მერე ისტრესები ამდენი მოვიმატეო მერე ისევ შრობას იწყებ და მერე იმას ვეღარ წევ და მერე იმაზე ისტრესები ვეღარ წევ რა და აი სადღაც შუაში ხარ გაჭედილი რა და მაგიტო ყველაზე მნიშვნელოვანია თავიდან სწორად დავყოთ ჩვენი პრიორიტეტები აი რა გვინდა გვირჩევნია უფრო კარგად გამოიყურებოდეთ და აი დავიკიდოთ ეგ წონის აწევა თუ გვირჩევნია აი ვიყოთ როგორებიც ვართ უბრალოდ თავარია რაღაცა კონკრეტულ მოძრაობაზე მძიმე წონა ავწიოთ რა. მაგიტო მე ვიტყოდი რომ ყველაფერი უნდა იყოს ბალანსირებული, ესე ვთქვათ რა. არც იქით რომ წავიდეთ, არც აქეთ რომ წავიდეთ. არიან ახლა ეგეთი ადამიანები, რომლებიც კარგადაც გამოიყურებიან და ძალოვანი მაჩვენებლებით საკმაოდ, ესე ვთქვათ, ნორმალურ დოზაზე აქვთ რა და ძირითადად მაგის პრობლემა არის ხოლმე სიჩქარე. აი ყოველ ვარჯიშზე უნდა ტიპს რომ უფრო მეტი აწიოს, აი რანაირად უნდა აწიო უფრო მეტი. ხან უფრო ნაკლებს აწევ, ხან იგივეს აწევ, ხან საერთოდ ვერ აწევ და ეგ ყველაფერი ნორმალური, ანუ უნდა გვესმოდეს რომ ყველა ადამიანი ვართ ორგანიზმები და არა რობოტები. ანუ ჩვენ გრაფიკით ესე არ მივდივართ რა, ანუ ხან ესეა, ხან ისეა. ისიც ნორმალურია, ხანდახან ვარჯიში არ გინდოდეს და ისიც ნორმალურია, მაგდროს საერთოდ არ ივარჯიშო. ესეც უნდა გვესმოდეს. და ძალიან ზედმეტად ისტრესავს ხალხი თავს, რის გამო საერთოდ ვერ ხვდები რა. ყველაფერი არის დროის ამბავი, შენ თუ სისტემატურად იმეორებ ერთ და იგივეს, აუცილებლად დიდიც იქნები, მშრალიც იქნები და ძლიერიც იქნები. უბრალოდ აი ეს სიჩქარე ყველაზე ცუდი რამეა და მთავარი სისტემატიურობა, ანუ იმეორებდე ერთ და იგივეს დიდი ხნის მანძილზე და აუცილებლად მიხვალ იქამდე და ჯერ სადაც გინდა რომ მიხვიდე რა. ის სრულიად მაგაშიც რა თქმა უნდა გეთანხმები. იდეაში სრულიად ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ უშუალოდ ამ გადაღების ნაწილმაც მაგრად დასტრესა ხალხი, რომ უფრო მეტი მასა გიყურებს და რატომღაც ზოგიერთი ვალდებულად თulis რომ ეს გააკეთოს. დარბაზში რომ მიდის ტიპი და წინაზე ვიღაცამ 100 აწია, ვალდებულად თulis რომ 100 კილო უნდა აწიო, როცა ის ვიღაც 95 კილოა და შენ ხარ 60, ანუ ფიზიკურად ვერ შეადარებ.
გუშინ ვუყურებდი პოდკასტს, რომ ხალხი იმას ვერ იაზრებს, რომ თუნდაც UFC-ში ან ბოქსში წონებად არის დაყოფილი კატეგორია. ეხლა მე და შენ რო ერთმანეთს შეგვადარონ, არის ცადა დედამიწა, ხო? ხო, ძალიან დიდი სხვაობა არის, ძალიან. ხო, 3 კილოშიც იქნება სხვაობებია და 4 კი, კილოში და რა. მაგიტო, ანუ მაგას ვერ იაზრებენ თითქოს. ან იაზრებენ, მაგრამ არ უნდათ გაიგონ და მეც და ეგ ეგოს ნაწილი მერე საბოლოო ჯამში ყველაფერს აგდებს და ლინ ბალკინგში სუფთა და ძალიან ესე იმის მასის მომატებით ბალკინგში თითქოს ვერ იაზრებენ რა დიდი სხვაობა არის რა. წინა წელს მქონდა ეგ ძალიან დიდი ხნის მერე კატინგი რო გავაკეთე, იმდენი დავიკელი, რომ საბოლოო ჯამში იმან დამსტრესა, რომ ამდენი ხანი საერთოდ არ გამიკეთებია და ეხლა ყოველწლიურად მინდა რომ არ ჩავაგდო რა საერთოდ ეს შრობა. კლებაზე რას მეტყვი, იგივე კითხვა რო დავსვათ, რა არის ყველაზე დიდი ანუ ხალხთან მიმართებაში ფიტნესით დაინტერესდებიან, მოვლენ, იდეაში დღეს უფრო ტენდენცია ეგ არის, რომ მომდის მაგალითად 10 მოსწავლე, 10-დან 8-ს დაკლება უნდა მომატებული რა. რა არის მაგათი ყველაზე დიდი პრობლემა, რა დამოკიდებულებები აქვთ, რაც არასწორი არის ფიტნესში და როგორ იქცევიან ისე, როგორც წესით არ უნდა მოიქცნენ, რომ სწორად დაიკლონ. პირველში გეტყვი, რატო არიან ეგეთები? რატო მოდის 10-დან 8 დასაკლებად? იმიტომ რომ სრულად არა სწორი ცხოვრების სტილი, არასწორი კვება, იკვებებიან როცა უნდათ, რაც უნდათ, უმოძრაობა, არ არიან აქტიურები, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ხა, ვინც მუშაობს კიდევაც რომ არა აქტიური სამსახური აქვს და რამდენია საერთოდ რომ არ მუშაობენ და საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. და ძირითადად ესეთ ადამიანებს მე ექნებათ ხოლმე პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები და ესე ვთქვათ, აი, რამდენჯერ არ გაგიგია, რომ ერთხელ ჭამდა მაინც ვიმატებ, ეგ უკვე დარღვევა არის. ანუ შენ უკვე აღარ ხარ ჯანმრთელი. შენ როცა ჯანმრთელი იყავი, მაშინ უნდა გაფრთხილებოდი შენს ხელს, ხვდები? ეხლა უკვე პრობლემა გაქვს. პირველი პრობლემა არის ეგ, ნახე, როცა ტიპი მოდის დასაკლებად და თუნდაც შეიძლება მწვრთნელი არ ყავდეს, თუმცა არაკომპეტენტური მწვრთნელებიც ხო რამდენი ყავს, რამდენიც მინდა. და პირველი არასწორი გზა რითიც იწყებენ, ეს არის ძალიან ცოტა საკვები და ძალიან ბევრი ვარჯიში. აი გიჟებივით ვარჯიშობენ, არის 3 საათი კარდიოს აკეთებენ, მიდიან მე ერთხელ ჭამენ და უფრო ვერ იკლებენ და ნორმალურიც არის, იმიტომ რომ შენი ორგანიზმი მუშაობს. და თვითგანაჩენის ინსტინქტი აქვს, ხო? ანუ პირდაპირ შედის ექსტრემალურ სიტუაციებში და ანუ ვერ დაიკლებ, ანუ გამორიცხული ამბავია რა. და ეგ არის ხოლმე პირველი შეცდომა, რომ აი რავი, რამდენი რაღაც გამიგიეს, აი მარილს არ ვჭამ, წყალს ცოტა ვსვავ, აი რატომ მეთქი, რისთვის, ვინმე მკითხრა, ანუ ვინ გითხრა. ანუ ნახე, ძალიან მარტივია რა. თუ გინდა წონაში დაიკლო, ჭამე ბევრი. всё, ორჩო. შენ ორგანიზმს თუ საწვავი არ ექნება ენერგიისთვის, ხო? ანუ გამოიყენებს შენს კარგ მხარეებს და ცხიმს დაიტოვებს სულ ბოლოსკენ, სანამ არ მოკვდები რა. აი უკვე რო კვდები, ალბათ მერე წაიღებს ცხიმი და რაღაცებს. ამიტომ ჩემ მოსწავლეებს ახლა კვებას ხო უდგენ ხოლმე და ნენელებს ვსწავლობთ, ესე ვთქვათ, მის ორგანიზმს რა. იმიტომ რომ ყველას ახლა ერთნაირად იგივე კვება არ მოერგება. ხო და ძალიან ბევრჯერ შევხვდები რომ მაგ პრობლემას რა, რომ აი დაკლება მინდა, მაგრამ ვერ ვიკლებ, რა ქნა, ყველაფერს ვაკეთებ. წყალს არ ვსვავ, მარილს არ ვიღებ, საკვებს არ ვიღებ, აი რანაირად უნდა დაიკლო. ანუ ხო ხვდები. ეს მარილის არ ჭამა საერთოდ საიდან მოვიდა, მაგასაც ვერ ხვდები. წყალს არ ვსვავ, საიდან მოვიდა, ეგეც აზრზეა რო არ. ცოტა სჭამდა უფრო უნდა დავიკლო, ეგეც, ნუ აი ეგ უფრო ლოგიკურია. ეხლა რო დაფიქრდე, ხო აი არ ჭამდა წესით უნდა დავიკლო, ვიდრე მარილს არ ვიღებ და წყალს არ ვსვავ, აი რას ისულელია რა. ხო და აი სერიოზული კიდევ ძილი სერიოზული პრობლემაა მაგისი, რომ სიტყვაზე შეიძლება წონაში ვერ დაიკლო და თლიანად სტრესში იყოს მთელი ორგანიზმი, იმიტომ რომ ვერ აღდგები, ანუ ფიზიკურად გამორიცხულია რა. იძინებენ, რავი, ღამის დილის 5 საათზე არ ჭამენ ისევ საკვებს, მე ძინავთ შუა დღემდე, მე შუა დღესაც იღვიძებენ, არც იციან რა უნდა იკვებონ და აი ეს მთელი რეჟიმი არის, აი რაღაცა უაზროდ არეული. და მე რას იწვევს ეგ ყველაფერი, ხო? ყველაფერი გეზარება. мотивация არ გაქვს, მუშაობა შენ არ გინდა, არაფერი საინტერესო შენ არ გაინტერესებს და ეს გამოწვეულია ყველაფერი შენი ცხოვრების სტილისგან, ხო? სტილიდან გამომდინარე. შენი კვებიდან გამომდინარე, ის რომ აქტიური არ ხარ, ის რომ სტრესში ხარ და ამ თლიანად მთელი ცხოვრება გერევა. ამიტომ ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ ფიტნესი დაგილაგებს ცხოვრებას. თავიდან ბოლომდე. შენი ცხოვრება გახდება ბევრად საინტერესო. მარტო აი ძალიან ხალხი უყურებს ხოლმე მარტო აი რაღაცა სხეული უკეთესი მაქვს. სხეულთან ერთად იცვლება აი აქ ყველაფერი. ამიტომ სწორ მიდგომასთან ერთად, ფიზიკური აქტივობასთან ერთად შენი ცხოვრება, ესე ვთქვათ, შენი ცხოვრების ხარისხი მართლა ძალიან იმატებს რა. შენ თუ მაგალითად წონებს წევ, კარგად იკვებები, სწორად ცხოვრობ და დროს საინტერესო გაგყავს. შენ შედიხარ სოფლიოს 3-2%-ში ან 1%-ში, წარმოიდგინე რა მაგარი ტიპი ხარ. და
და შენ ეს უნდა გახსოვდეს, რომ შენ განსაკუთრებული ხარ და განსაკუთრებულს უკეთებ მხოლოდ შენს თავს და არა სხვებს. ამიტომ პრობლემები ძალიან ბევრია დღესაც სხვათა შორის რა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემად ალბათ იმას დავასახელებდი, რომ ეხა ეს ჩვენს სფეროში ვიცით, რომ ყველა სფეროში ეგრეა რა, არაკომპეტენტური ხალხი რა, რომლებიც მოდიან, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, რომლებიც უფლებას აძლევენ ასწავლონ ის, რაც ჯერ თვითონ არიციან და გვერდზვიან ესე თქვა რა, ჩვენც გვერდზვიან და არ ვიცი ეხა მაგის გამოსწორების გზებზე ვერ დავიწყებ ეხლა ლაპარაკს, მაგრამ რავი, ალბათ რაღაცები მაგ კუთხითაც უნდა შეიცვალოს, რომ ესე თქვა ხალხმა დაინახოს რეალური სწორი გზა რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომებია რეალურად. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მეც ძალიან ხშირად მაქვს ეგ кейსი ჭამასთან მიმართებაში, რო არ ჭამენ. ანუ რო ვუწერ კვებას და რომ გონია, რომ აი ძალიან ცოტა არის და ეხლა ამაზე არ მოკვდეს ეს ადამიანი მეთქი და რო გწერს, რომ ეს რამდენიაო, ანუ და შენთვის ეგ რო შრობაზე რო ხარ მაგის ნახევარიც არ არის. ძალიან ხშირად გქონია გოგოების შემთხვევაში მით უმეტეს გოგოების დღეში საერთოდ, ერთხელ კი, ჭამ კი, კი. და რაღაც და დაუწერ ძალიან ცოტა რაღაც 200 გრამს რო არ ცდება და შეიძლება 200 გრამიც არ იყოს 3 ან 4-ჯერად კვებას და გეუბნება რომ ამდენს ვერ შევჭამ. ანუ რამდენს ვერ შეჭამეს და რა. წარმოიდგინე დღეში სამკვებას უწერ. კვებას, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს უნდა ქონდეს, რომელიც არც კი ვარჯიშობს. და შენ მით უმეტეს ვარჯიშობ და მით უმეტეს აღდგენა გჭირდება და დღეში ერთხელ იკვებები. და მაგაზე ანუ გეუბნება რამდენიაო. ხო, რა კი, ანუ კი, კი, ანუ ძალიან ეგ სერიოზული პრობლემაა იქ კი მართლა რა. და ძილი და ეგ ნაწილი ნუ მართლა პრობლემა არის და მგონია რომ ადამიანმა ჯერ უნდა თვითონვე უნდა გამოასწოროს ანუ ინსტრუქტორი კარს გარეთ ვერ გამოგყვება და შენ თუ მაგას არ დაიცავ ვერაფერს ვერ იზავს რა და ინსტრუქტორების პრობლემას რაც შეეხება მაგაზე სხვათა შორის მინდოდა მეკითხა და ბარემ აქვე კითხავ მე რო არ კითხო უშუალოდ არაკომპეტენტურობაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტი არის მე ხარ რო გავიარე 6-7 წლის წინ მაშინ რო ვამბობდნენ რომ ინსტრუქტორის კურსი მაქვს გავლილი მეთქი ყველა ძალიან ესე სერიოზულად აღგიქვავდა რა ეს ეხლა ისე გიყურებენ თითქოს ძალიან ვიღაც შეულებრივი ტიპი ხარ. თუნდაც იმის გამო რომ ძალიან ბევრმა გაიარა და ეს ორ თვეში გონიათ რომ ყველაფერი ის არის. მე მაგ 2 თუ მაგ 4 თვიანი კურსის მერე 2 წელი მაგას ვსწავლობდი უშუალოდ ჩემს ხეულზე ისევ რომ რამე რომ მეთქვა სანამ ადამიანთან მივიდოდი იქამდე ჯერ ჩემზე მქონოდა დატესტილი თუნდაც რაღაც დანამატები და ასე შემდგომ. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე მოქმედებს ხოლმე ტრავმების ნაწილში. ანუ ადამიანს რაღაც ტრავმა აქვს, ან ჰორმონალური დარღვევა აქვს და ცდილობენ რომ თვითონ გამოასწორონ პრობლემა რა, თვითონ ექიმია და ასე შემდგომ. იცი რა მაინტერესებს, როგორც პროფესიონალური ფიტნეს ინსტრუქტორი. შეიძლება ყველაფერი ვერ ვთქვათ, მაგრამ რა დროს არ უნდა მისცე ხოლმე, ან აძლევ ხოლმე თავს იმის საშუალებას და შესაძლებლობას, რომ ამ ტიპთან შემიძლია რომ ვიმუშაო. მაგრამ რა დროს არის ხოლმე რომ ანუ ეს ექიმთან უნდა გავუშვა, იმიტომ რომ მაგას ჩემი აზრით ესე ბარიერი არ გვაქვს და ზოგიერთი ახალიც კი თავს იმის შესაძლებლობას და უნარის ქონას აძლევს თითქოს ანუ მე ეს შემიძლია და ანუ ტიპს აქვს ისეთ პრობლემა რომ ექიმი უეჭველი ჭირდება. შენ შეიძლება რაღაცა ისწავლე, რაღაცა იცი, ვარჯიშები იცი, ტექნიკა იცი, კვების ნაწილშიც რაღაცას ჩაიხედე, მაგრამ ეგ შეიძლება უჯრედულ დონეზე სხვა რაღაცა არის რა. კარგი კითხვა. და მანდაც ვაწყდებით ხოლმე ეგეთ ტიპებს, რომლებიც საერთოდ აზე არ არიან, მანდ რა ხდებოდა, მაინც თავისუფლებას აძლევენ, რომ საკუთარ თავზე აიღო დენის პასუხისმგებლობა რა და ყოველას მე ლექტორი ვარ, ჩემპიონთა აკადემიაში მწვრთნელის კურსებს ვატარებ და ყველა ჩემს მოსწავლეს მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ თუ არ იცი, პასუხს ნუ გასცე. არ იცი შენ პასუხი და მორჩა. ჩუმოთ უნდა იყო. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ჩაგთვლის, რომ რაღაცა არ იცი და ანუ შენ თვითშეფასებას ეგ არ უნდა ეხებოდეს. შენ რაც იცი და რაც შენი საქმე ის გააკეთე რა. მე მაგათაც ძირითადად გეტყვი ხა. მსგავს პრობლემებთან ადამიანს რომელსაც აი სერიოზული ტრავმა აქვს ან გენეტიკური დაავადება აქვს ისე ვთქვათ. ძირითადად მაგ ადამიანებთან ძალიან იშვიათად მიწევს ხოლმე შეხება. ნუ სიმართლე ითხრა არც მოდიან ჩემამდე, მაგრამ ვინც მოსულა ექიმის რეკომენდაციით რომ რაღაცა მონახაზი გვაქვს რა გვინდა სიტყვაზე ამაზე მუშაობა ესეთნაირად რომ სიტყვაზე აი საბაზო ვარჯიშები არ გქონდეს კორპუსი ნაკლებად იყოს დატვირთული და რაღაცა მეტი იზოლაციები გქონდეს და ეს იზოლაციები ვიცით რაც არის და შეგვიძლია საქმე შევუდგეთ მაგრამ არიან მაგალითად უპასუხისმგებლო მწვრთნელები რომლებიც ახლა მესმის რომ ყველა მუშაობთ ფინანსებისთვის და ნუ ფინანსები არის ის რითიც ვარსებობთ ხო მაგრამ იმის გამო რომ შენ მოსწავლე აიყვან და ფული გადაგიხადოს არ უნდა დაანგრიო და არ უნდა დალეწო რა და ბევრი აზრზე არ არის საერთოდ ასაკეთებს და მარტო იმიტომ რომ მოსწავლე აიყვანოს და იმა ფული გადაუხადოს დაუშვებს მაინც მაგას და აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მე უარესი ემართება ამ ადამიანს
мотивация ხო ისედაც ძლივს მოვიდა შენამდე ისედაც დაზიანებულია უფრო აზიანებ მე მიდის ისევ ექიმებში მე უარესად ეწელება ეგ პროცესი და ეგ ადამიანი საერთოდ ვარჯიშს ოდესღაც ან დაიწყებს ან აღარ დაიწყებს საერთოდ და წარმოიდგინე ანუ აი მარტივად უყურებენ მაგრამ რეალურად ჩათვალეს შეიძლება დაუნგრიოს ცხოვრება მთლიანად ადამიანს ამიტომ თუ არ გაგიგება არ ხარ ტრავმატოლოგი არ გისწავლია ამ განხრით არ ტეხავს ნუ აიყვან ადამიანს და რაც იცი ის ხო კარგად იცი თავარია ისაკეთო კარგად რაც იცი რა მნიშვნელობა აქვს რამდენი რაღაც იცი მე ხა ძალიან ბევრი რაღაცას მეკითხებიან ანუ როგორ დონეზე იცი აი ზოგისთვის ხო ხტები მე ღმერთი ვარ რა გურუ ვარ ექიმი ვარ და ყველაფერი ვარ ხო ხტები და არის რაღაცეები რაზეც კითხები რაღაცეც პასუხები არ მაქვს და ეგ ნორმალურია ყველაფერზე პასუხი ვერ გექნება და ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს უფრო ექიმთან უნდა გაიარო შესაბამის ექიმთან რომელიც მოგცემს სწორ რჩევას და ნუ მიიღებ ესე ვთქვათ სწორ პასუხს და ძალიან ცუდია იქ რომ მართლა ესე ვთქვათ ძალიან ცუდი ადამიანები არიან ჩემი აზრით ეგეთი მწვრთნელები რა რომ აი არ იცი მაგრამ იცი რომ თან რისკია უარესად გატრამო და მარტო იმიტომ რომ მოსწორედ დაიმატო და შენი შემოსავალი ცოტათი გაზარდო ამ ადამიანს შეიძლება ესე ვთქვათ მთელი ცხოვრება დაუნგრიო რა ამიტომ ვაკეთოთ ის რაც ვიცით რა და ვაკეთოთ ის კარგად და ვეცადოთ იქ განვითარებას რაც ვიცით თორე ყველაფერზე პასუხი არავის არ აქვს და ძალიან ნორმალურია ეგ უნდა გვესმოდეს და რატო უტყდებათ ვერ ხვდები მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა და მაგიტო გეთანხმები იდეაში ანუ ფიტნეს ინსტრუქტორი რო ხარ რო გეკითხებიან ტრავმაზე კი შეიძლება პასუხი გქონდეს შეიძლება რაღაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ ეს ანალიზი აუღიათ კი მარტივ ანალიზებზე მეც შემიძლია რომ პასუხი გაქცე რომ ეს ექნა ეს მაგრამ ანუ სიღრმისეულად ანალიზს რო იღებ რომც ვიცოდე მირჩევნია რომ შენ ექიმმა გითხრას რა ყოველთვის ჯობია რა კი და მით უმეტეს პრობლემური ტიპი როცა მოდის და რაღაც ტრავმიანი თუ ექიმის რეკომენდაცია რა რა თქმა უნდა იქ უნდა წავიდეს იმიტომ რომ მის ანუ ეს არ ეხება ფინანსურ ნაწილს ეხა მენეჯმენტში ყოფილ ვარ და იქ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა სამსახურში ოკეი რაღაც ფინანსურად ზარალი ქონდა კომპანიაში ოკეი რაღაცა ვიღაცამ ხედარგო ხეგახმა ეგეც კი ცუდია მაგრამ მაინც მაგრამ უდესაც ჯანმრთელობას ეხება უშუალოდ ძალიან არასწორი არის რომ ადამიანის ჯანმრთელობამ შეიძლება მის მთელი ცხოვრება მის შეცვალოს რაც როგორც აღნიშნე რა მეც ეგ დამოკიდებულება მაქვს ხოლმე და ხშირად ბრაზდებიან რომ აი თუ იცი რატო არ ეუბნები იმიტომ რომ ჩემი საქმე არ არის ეხლა მე შეიძლება ფსიქოლოგია მიყვარდეს ჩემი ჰობი იყოს მაგრამ ტიპი რომ მოვიდეს რომ მოდი ჩემი ფსიქოლოგი იყავი ხო მაგას მე უნდა ჩემი ფსიქოლოგიც ერთ-ერთი პოდკასტი ნახა გუშინ ერთ ამბავში იყო მაგის გამო რა რომ ცი რომელი აი არ დავასახელებ რომელი პოდკასტი იყო არ მინდა თქვა და ერთი ტიპი გამოდის და ფსიქოლოგიაზე ლაპარაკობს და არანაირი განათლება არ აქვს ფსიქოლოგიაზე რა და წარმოიდგინე ტიპები უსმენენ და როგორ შეიძლება დაიჯერონ მართლა რეალურად ასეც ის ადამიანი იძახის და რეალურად ხო ყველაფერი აქედან მოდის რა აქედან მართავთ თელს ხელს და ჩვენ თელ ცხოვრებას ანუ რეალურად ფსიქოლოგია ვფიქრობ რომ ძალიან ღრმა და ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ცხოვრებაში და ერთი ამბავი იყო მოკლედ რა აი ხალხიც ბევრი მიხვდა რომ ეს რეებს იძახის საერთოდ და წარმოიდგინე ტიპი გამოვიდა და იძახის იმას რაზეც აი რავი სადაა წაკითხული საიდან გონია რომ სიმართლეს აი საერთოდ საიდან მოქი ყველაფერი რა და გაგიჟებული იყო კი ზუსტად ეგ ჩემ ფსიქოლოგიც რომ აი როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა ხო და ფსიქოლოგიის კუთხით ხო აი ძალიან დიდ როლს თამაშობს მართლა და ეხა მარტივი რჩევები შეიძლება მანდაც მისცე ხო ხტები ფსიქოლოგიური კუთხით ვიძახი რომ აი мотивация უთხრა რომ აი ნორმალურია რომ შეიძლება არ გქონდეს мотивация ნორმალურია რომ შეიძლება არ გინდოდეს ამ განხრით კი მაგრამ შეხო დაუждდა ფსიქოლოგის საფუძვლები მოუყვე ეგ ამბავი არ გამოვა რა თუ მაგ კუთხით არ გაქვს განათლება კი სრულიად აი მაგის თქმა მინდოდა მეც ბარემ რადგანაც მაგ თემას შევეხეთ გკითხავ რა გაძლევდა мотивациას ხოლმე ანუ ვარჯიშობ და აი მიდიხარ იმ მიზნამდე, მაგრამ გრძნობ რომ აი ეხლა დღეს მე ვარჯიშზე წასვლა არ მინდა, მაგრამ მაინც მიდიხარ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შეიძლება ერთხელ წახვიდე, მაგრამ რაღაც განგრძობითად. აი რა გაძლევდა იმ мотивациას რომ ამდგარიყავი, დარბაზში მისულიყავი, ან თუნდაც ის კონტეინერი გეჭამა, როცა გვერდით ტორტი იდო რა. რა არის ეგ მომენტი გონებაში, რაც გეუბნება რომ ეს უნდა ქნა. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს. ვარჯიშიდან გარემომდე, თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. ჩემი ყველაზე დიდი мотивация და მაგას ყოველ გამიძახი, ეგ იყო ყოველთვის ხალხი რა. როცა ვემზადებოდი, ესე ვთქვათ, აი რა ვიცი, მართლა ძალიან ნახევარი ფიტნეს სამყარო საერთოდ რაც კი ვარ საქართველოში,
ყველა მაკვირდებოდა და ძალიან გვერდში მედგნენ და აი მართლა იმ ხელა ძალას მაძლევდნენ, რომ ეგ ადამიანები რო ყოფილიყვნენ, ალბათ ძალიან ბევრი ისეთი პერიოდი, სადაც ძალიან ცუდად გრძნობდი თავს და ძალიან მიჭირდა, ალბათ ვერც გადავლახავდი რა. იმიტომ რომ ხალხი იყო აი მართლა ის ხალხი, ის ადამიანები, ის თბილი კომენტარები, ის თბილი ესე თქვა სურვილები, რომელიც მართლა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა რა. მქონდა რა თქმა უნდა, ჩემი мотиваციაც ჩემი პირადი მიზეზები, რატომაც დავიწყე საერთოდ ეს ყველაფერი, რატომაც მოვედი აქამდე სიტყვაზე, მაგრამ აი მართლა ხალხის გვერდში დგომა ყველაზე მაგარი რამეა და სულ მაგას ვიძახი, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში ვართ, ყველა სფეროში ჩვენ ვალდებულების კი ვართ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ერთმანეთს мотиваცია მივცეთ. და ხანდახან რა არ მესმის ხოლმე, იცი აი რატო არის ხოლმე ეგრე, არა მხოლოდ бодიბილდინგში და ზოგადად საქართველოში ხდება, რომ აი რატო ვეჯვრებით ყოველთვის ერთმანეთს, როცა მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის რა. აი რატომ ეჯიბრები შენს მეგობარს, რომელიც აი გვერდზე ცხოვრობს, აი აქ, როცა მილიონობით ადამიანი შენს წინააღმდეგ არის და რატო არ უნდა გაგეხარდეს სიტყვაზე შენი მეგობრის წარმატება რა. და მაგ კუთხითაც ცოტა გვიჭირს დღესაც ქართველებს, бодიბილდერებსაც განსაკუთრებით და ალბათ სპორტსმენებსაც რა და მინდა რომ გითხრათ, რომ უთხრა ყველას, რომ ყველაზე მაგარი რამეა გულშემატკივრობა რა. აი მაგაზე მაგარი რაღაც არ არსებობს რა. შენს გაგეხარდება და შენც იგივენაირად გიგულშემატკივრებს ის ადამიანი მე როგორც შენ დღეს. აი ყველაზე მაგარი мотиваცია ჩემს და ალბათ ეგ არის რა, როცა ვიღაცა ელოდება შენს წარმატებას რა. და სიმართლე გითხრა, ხომ მქონია ხა ესეთი იცი რა არის, ბევრი წაგებული შეჯიბრიც მაქვს რა მაგასთან ერთად, იმიტომ რომ რთული გზის გავლა ყველას გვიწევს. ყველას არაფერი არ აქვს, ყველაფერი მოგებული და აი როცა შეჯიბრები წამიგია, ესე ვთქვათ და რაღაც ისე არ გამოსულა, უფრო მეტი ხალხი მყავდა ვიდრე პირიქით რა. ზოგი შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში წაგებულ ტურნირის შემდეგ უფრო მეტი გულშემატკივრები მყავდა ვიდრე პროცესში და მოგებულის დროს და აი ეგ იყო ჩემთვის აი ამ ხელა რაღაც, იცი რომ აი მეთქი ანუ ესეთი გვერდში დგომა მაქვს და შანსი არ არის რომ რაღაცამ გამაჩეროს ესე ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ხალხი მეუბნებოდა, მათთვის ეგ დიდი мотиваცია იყო, რომ მე შემეძლო რაღაც გამეკეთებინა და ანუ ეგ მიზეზები არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, ისე ვთქვათ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваციის წყარო ხალხი იყო ყოველთვის. ძალიან კარგი პოინტი დავიჭირე რა, ეხლა მაგით ძალიან მესიამოვნო ეგ ნაწილიც. იდეაში ეგ შეჯიბრებების ნაწილიც საქართველოში მართლა არ მესმის ბოლომდე რა. საბოლოო ჯამში შენ რო ის გააკეთე, მაგით ხო შემდეგ ხალხს ვისაც სურვილი ქონდა ანახე რომ ეგ გზა უკვე გაუკვალე რა. ყველაზე რთული იდეაში პირველი გზის გაკვალვაა, იმიტომ რომ იქამდე არავის არ გაუკეთებია, არ იცი რა. ეგრე არის. და როგორ არ უნდა გიხაროდეს. და ეხლა შეუძლიათ სირბილით წავიდნენ მაგზაზე, იმიტომ რომ უკვე აღარ არის ეგ ბალახი, უკვე რამდენი პროფესიონალია უკვე. კი. ანუ ერთი იქამდე არავინ არ იყო და ეხლა უკვე გრძნობრო ხალხი მიდის და მიდის, იმიტომ რომ დაინახეს. მაგრამ ზოგიერთ მაგას ვერ აღიქვავს რა და საერთოდაც თუნდაც ის მომენტი რო იყოს, რომ საქართველოში ან საქართველოს გარეთ იყო კონკურენტები, მაინც ორი ქართველი ხართ რა, სხვა თუ არაფერი და ისე თემა არის. იმაშიც დარბაზშიც ეხლა იმის მიუხედავად რომ მარტო ძალიან კარგად ვარჯიშობ, ჩემი ძმაკაც ჩემთან ერთად რო არის, შეიძლება ორჯერ უკეთესად ვივარჯიშო, იმიტომ რომ შენ იტყვი რომ აუ, კაი, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის გეტყვის რომ მედი ორი კიდე გავაკეთებ. ეგ არის ყველაზე მაგარი რაღაცა. კი და რავი, არ ვიცი ადამიანები მაგას რატო არ იაზრებენ, ეს მეგობრობის მომენტი ბევრად უფრო ის არის мотиваციის მომტანი. ის რაღაც ვიდეო ვნახე წინაზე, რომ ერთ ცხენს შეუძლია რაღაც 13 ტონის გაწევაო და ორ ცხენს შეუძლიაო 26-ის კი არა 38-ის, ანუ ბევრად მეტის ვიდრე მარტო შეეძლო. ხო და ანუ იგივენაირად მუშაობს ჩვენთანაც, ორ კაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ის ხო არის მარკეტინგში ეგეთი ის არის მიღებული სტანდარტი, რომ 1+1 უდრის 3-ს ყოველთვის, იმიტომ რომ უკეთესად მუშაობ. ბოდიბილდინგში ჩემი აზრით ეგრე არის, დარბაზში, უფრო სწორად ფიტნესში. ეხლა ტრენერი როცა ხარ და შენი მეგობარი რაღაც არის და გიხმარება, ანუ ყოფილა მომენტი რომ მე რაღაც ვერ შევამჩნიე, ანუ უკეთესი ვარჯიში არსებობს, უკეთესი ტექნიკა და იმან რომ მირჩია, შეიძლება ვაფშე ამოატრიალოს დადებითისკენ ყველაფერი. ძალიან კარგი რაღაცა აღნიშნეთ ეხლა და ძალიან მოხარული ვარ, ხო გითხარ, ჩემთვისაც ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ ხედავდი რომ ქართველი გავიდა და გაიმარჯვა და მაგით ძალიან დიდი მუხტი მომეცა იმის რომ ყოველდღიურად ფიტნეს სფეროში მე რაღაცას რო ვაკეთებ, ესე იგი იმას რაღაც შედეგი მოაქვს რა
და ეს მსოფლიო მასშტაბით დანახული იყო უკვე. თუმცა აი შენ როგორც წინ წაწიე ფიტნესი, აი არაპროფესიონალი ინსტრუქტორები ზუსტად ეგრეთ წევენ უკან, ეგ არის ცუდი რა. ანუ გვეჯაჯგურები, მაგრად გვებრძიან. ძალიან ანუ რამდენადაც პასუხისმგებლობით კარგი ტიპები უყურებენ და ექცევიან სფეროს, იმდენად არა უპასუხისმგებლოები, იმდენად უკან წევენ და მაგით უარი ეგეთი ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გამოსწორდება და ეს გარდამტეხი ეტაპი ნელ-ნელა შედეგს გამოიღებს რა. ხო, ძალიან მარტივად იწყებენ მწვრთნელობას, აი რო შეხედავენ, რომ აი შეიძლება კარგი მწვრთნელის ნორმალური შემოსავალი ქონდეს, უცბად გაიფიქრენ, რომ მოდი მეს გავხდები მწვრთნელი. ეგრე არ ხდება. მოდი მეს გავხდები არ ხდება. ინტერესი უნდა გქონდეს, უნდა გაინტერესებდეს და უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ, იმიტომ რომ აი ყოველთვის ვიძახი ხოლმე რა, აი ფულით გაკეთებულს ყოველთვის სიყვარულით გაკეთებული ჯობია, აი არ შეადარო, ანუ პონტი არ არის, გამორიცხული არის რა. მესმის რომ ფული შეიძლება შენი мотиваცია იყოს, მაგრამ აი სიყვარული რასაც გაკეთებინებს, მაგაზე ხარისხიანად ვერაზოს ვერაფერს ვერ გააკეთებ რა და ამ ხალხს სიყვარული არ ამოძრავებს. ანუ ტიპი მწვრთნელი მოსწავლე რო ყავს და ნახევარი მობილურშია ჩამძვრალი და წადი 1 საათი ირბინა და მერე მოდი და ესეთ რაღაცებს რო ეუბნები, რა სიყვარულზეა ლაპარაკი, ანუ მოშორებაზე ხარ და რიცხვი მოვიდეს მალე გადახდის. მეტი არაფერი და იმ ადამიანს საერთოდ არ ეხმარები რა. აი ზუსტად. და ამიტომ სიყვარული თუ არ გამოძრავებს, შენი ადგილი აქ არ არის. უბრალოდ ჯობია დატოვო და რაც გიყვარს ის გააკეთო და იმის კეთება დაიწყო რა. კი, აი რო წამოვედი სამსახურიდან 4 თვის წინ, ანუ აი სოლიდური ხელფასი მქონდა და ჩემაც მაგაცმა პირველი ეგ მკითხა რა, გიღირსო რო წამოხვიდეო და როგორი მომენტი მქონდა, იცი, მაგაზე სანამ წამოვიდოდი ფიქრობდი. სამსახურში ვზივარ, კარგი ხელფას მიხდიან, მაგრამ ვარ ცუდხასიათზე. აქ შეიძლება იმის ნახევარი გავაკეთო, მაგრამ ტიპს რო უყურებ, რო პროგრესი აქვს, ეგ ძალიან მაგარი გრძნობა არის. ზოგიერთს კიდე ის მომენტიც აქვს, ეხლა ამით ჩავამთავრებ ამ თემას და შემდეგ კითხვას გადავალ, რომ თვითონ უსწორდება ვარჯიში, მაგრამ ინსტრუქტორობა შენ რო გისწორდება მაგაზე არ არის, ვიღაც ტიპი მოდის თანხას რო დაანებო, რომელიც ყოველთვის მაინც სოლიდური არის, შენ ადგები, იხდი, ვიღაცა თავის დროს ხარჯავს, რომ ეგ ფული გამოიმუშაოს და შენ გაძლევს, ხო? მაგას რო თავი დაანებო, საკუთარ სხეულს და ჯანმრთელობას სრულიად შენ განდობს, ანუ რამხელა რაღაცას გაწვდის შენ და შენ რო არაპროფესიონალურად უბრალოდ ზედაპირულად ექცევი, ჩემთვის არის ეგ აი ძალიან ცუდი რაღაცა რა. დამნაშავე ხარ შუალოდ. კი, პირდაპირ მნიშვნელობით დამნაშავე ხარ და ეგეთ რაღაცას ვერასდროს ვერ უპოვი გამართლების გზას რა. პირიქით ბოდიშს ვუხდიდი ხოლმე, რომ აი ცოტა მეჩქარება და დღეს 10 წუთით ადრე რომ მოვურჩეთო და პირიქით მე ვეუბნებოდი ხოლმე ბოდიშს რა. კაი, შემდეგ თემაზე გადავიდეთ, მაშინ ძალიან საინტერესო წავიყვანეთ იდეაში და აი ფიტნესი რო ყოფილიყო ეს პოდკასტი, ალბათ 3 საათი ვისაუბრებდი შენთან ერთად. მაგრამ შემდეგ კითხვა იდეაში მაინტერესებს როგორ რაღაცა, იცი? ძალიან ხშირი შემთხვევა მქონია ტიპების, აი თავიდან როგორც დავიწყეთ რა, ვარჯიშობენ და მერე შედეგი არ მოდის და ამის უმეტესი შემთხვევა არის, რომ აი აწვევიან, რომ ეს უნდა ანუ 8 კილო უნდა მოვიმატო მაგალითად. მაგრამ შენი ორგანიზმი 6-ის მერე ფიზიკურად ვერ ძლებს სტრესის იმხელა ლეველამდე მიხვედი, რომ უნდა რომ ცოტა დაისვენო. ან კლების დროსაც ეგეთი მომენტი, პლატოს რასაც ეძახიან რა. იცი როგორ რაღაც მაინტერესებს, როგორ შეიძლება აირიდოს პლატო ჩვეულებრივმა მოსწავლემ ან ადამიანმა და ის ნორმა, რომ დარღვევები ხანდახან მნიშვნელოვანია, რა სიხშირით შეიძლება ჰქონდეს დარღვევები, ან მენტალურად როგორ უნდა მქონდეს ეს ამოვარდნები ხანდახან, რომ სულ ეს ჩატუმბვის ან კლების მომენტში არ იყოს და ხანდახან მოდი მეგობრებთან გავალ და ცოტა შევჭამ მომენტი ქონდეს ეს ჟარგონულად რო ვთქვათ. ესე იგი, თუ პლატოში შედიხარ, უქსაუფერთ ადგილზე და წინ всё, არაფერი აღარ ჩანს, სრული ბურუსია და ესე თქვა დიდი კედელი აღიმართა შენს თვალწინ ესე თქვა, მან პირველი გამოსავალი არის ყოველთვის დასვენება რა, აი ყოველთვის. რატო გონია ხალხს ვერ ხვდები, რომ ყოველ კვირას რაღაცა წონას მოუმატებ და ეგ ნორმალურია, ანუ მაგას არ დაელოდოს არავინ. ყოველ კვირას განვითარება არ გექნება, ანუ ნორმალურია, რომ ეხლა დამწყები როცა მოდის დარბაზში ხოლმე ძალიან სწრაფად აქვს შედეგი, იმიტომ რომ აქამდე არ ვარჯიშია და ძალიან ნორმალია და ზოგს რა გათვლები აქვს, იცი, აი მე რო პირველთვის 5 კილო მოვიმატე, ერთ წელში მოვიმატებ 60 კილოსო ესე იგივე რა, ხო ხდები რა, სისულელე არის, აი ეგრე არ ხდება რა. თავიდან როცა რაღაცა ახალია შენი ორგანიზმისთვის, რა თქმა უნდა, ესეთი კარგი რეაქცია აქვს, დიდი რეაქცია აქვს და როგორც ელემენტარული თამაში ავიღოთ, ნებისმიერ კომპიუტერული თამაში ეგრეა, ხო, ანუ ტურები ისეა მოწყობილი, რომ შემდეგ ტურში გადასვლა უფრო რთულია, მეხუთე ტურში გადასვლა უფრო რთულია და ლეველები ნელ-ნელა უფრო რთულდება და რთულდება. სხვანაირად არავინ არ ითამაშებს ამას და არც საინტერესო არ იქნება. და საინტერესო ის უნდა იყოს, როგორ შეგიძლია ამ ყველაფერს გავუმკლავდე, ის კი არა დაისტრესო, აუ, ეხლა რა გავაკეთო.
ხო ხტები? ეგ ვარიანტია და აი იმის მაგივრად რომ უფრო საინტერესო გახადო ყველაფერი რაღაცა უაზროდ ართულებენ და უფრო ისტრესავენ თავს და ამ სტრესის ფონზე მე შენ არანაირი პროგრესი არ გექნება. კიდე ერთ-ერთი პრობლემა არის ხოლმე ზედმეტად დიდი მიზნები რა. აი შემოდის ტიპი და აი რა მიზანი გაქვს და რა ვერდი 30 კილო მინდა რომ მოვიმატო და ელოდება როდის მოიმატებს ამ 30 კილოს და შეიძლება დაგჭირდეს 7 წელი მაგისათვის რა. ძალიან კარგია ხოლმე როცა ესე ვთქვათ შედარებით პატარა მიზნებს ისახავ რა ხო ხვდები. იმიტომ რომ მე ხო ეხა 3 კილო მაქვს სიტყვაზე მიზნად ხო დასახული რომ მოვიმატო. ამ 3 კილოს რო ვიმატებ მიზანს უკვე მივახციე. და мотивация მეტი გაქვს. ეგ არის ძალიან მაგარი რამე ხვდები? წარმოვიდგინე მე რამდენად ადრე მივახციე მიზანს ვიდრე შენ 30 კილოს მოიმატებ. შენ შეიძლება არ მიაღწიო ან ვერ მიაღწიო საერთოდ. მე უკვე მივახციე. მე შემიძლია დავისახო მიზნად შემდეგ რაღაცა bench-press-ზე 15 კილო მოუმატო. აქაც გაჯობებ. აქაც შენზე სწრაფად მივედი ამ მიზნამდე ხო ხვდები? და შეცდომა ერთ-ერთი შეცდომა ეგ არის ხოლმე, აი ზედმეტად ბევრს თხოვ საკუთარ თავს და ზედმეტად ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ნაბიჯებით შედიხარ. ნორმალურია მესმის, რომ ყოველას სწრაფად უნდა ყველაფერი, ეს ყველაფერი რა არის, აი ამ ყველაფერს ცოტა სწავლაც უნდა რა. მარტო დალბაში შესვლა შტანგის აწევა არა. უნდა ამ ხელა მიზნები რო გაქვს, ცოტა მეტი განათლებაც გჭირდება უკვე. ანუ არ არის უბრალოდ შეხვიდე შტანგა აწიო რა და იცოდე რომ თუ შენ ამ ხელა მიზნებით ხარ და ამ ხელა ამბიციებით ხარ, ცოტა მეტიც რო წაიკითხო ხოლმე ეგეც კარგი იქნება და მინჯერე პირველად ესე ვთქვათ მეტი мотиваციაც გექნება და ცოტა დაგამშვიდებს კიდევაც, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ვერ ხვდებიან წონას რატო ვეღარ ვუმატებ. ხო ხვდები? და მაგის გამო ისტრესებიან მე. და რაც შეეხება კვების დარღვევებს და მთელ ამბებს, საერთოდ აი დიეტას რო იწყებს ადამიანი რა, რატო ისტრესება, იცი? აი სულ ამ დიეტაზე ფიქრობს. აი კვირადღე როდის მოვა რომ დარღვევა მქონდეს, ხო ხვდები? და მთელი კვირა ელოდება ამ ერთ კვირას, დარღვევა როდის ექნება და მთელი კვირა არის სტრესში. ელოდება, ითმეს, აი რა აზრი აქვს, თუ იტანჯები, რავი, გაანები მაშინ თავი. და ეგ ტანჯოც იქიდან არის გამოწვეული, რომ ესე იგი არასწორი კვების რეჟიმი გაქვს რა, სწორ კვებაზე არ იტანჯები. სწორ კვებაზე არ უნდა ხშიოდეს. სწორ კვებაზე არ უნდა ისტრესებოდე. თუ ისტრესები და მშიერი ხარ, ну ესე იგი რაღაც ისე ბალანსირებულად ვერ აკეთებ ყოველ შემთხვევაში რა. ხო ხვდები? და დარღვევას რაც შეეხება, მე დარღვევებს ცოტა როგორ უყურებ, იცი? აი ყოველს ვეუბნები ხოლმე, რომ აი საკუთარ ხელს მოусმინეთ რა. კვირაში ერთხელ კი არ დაიწესო დარღვევა. როცა მიხვდები, რომ გადაიღალე ენერგია აღარ გაქვს, დაიღალე ამ ყოველფერს ჭამეთ, აი მიდი და დაარღვიე. ხო ხვდები? ნუ ხა ისე არ გაიგონა ხა რომ ყოველდღე მინდა და მაშინ ყოველდღე დავარღვე. ყოველდღე არ გინდა. შენ უბრალოდ ყოველდღე უფრო ჩვევად გაქვს, ხო ხვდები? რომ შენთვის ნორმალურია რომ შეჭამო, თორე შენ რა საერთოდ არ უნდა. შენ რა საერთოდ არ უნდა ღამის 12 საათი დაჭრე და შაურმა ჭამო ესე ვთქვათ. ხო ხვდები? ეგ ჩვევა რა, რომელსაც მიჩვეული ხარ და რომელიც ესე ვთქვათ ძალიან სწრაფად და მარტივად გაბედნიერებს რა. და მე უარესად სტრესავს რომ აუ ეს რა ვქენი და აუ როგორ მძიმედ ვარ და ასე შემდეგ. მაგიტომ ვიძახე ხოლმე აი ბალანსი რა და დარღვევა კიდე მაშინ როცა შენს სხეულს სჭირდება. და არა შენს რაღაცა ჰორმონების ესე ვთქვათ ისა დაკმაყოფილებას ესე ვთქვათ რა. მაგიტომ მე რომ მაგას ვეუბნები ხოლმე ჩემოსწავლებს რა რომ აი კვირაობით კი არ გავაკეთოთ დარღვევა. აი როცა დაგჭირდება, მაშინ დავარღვიოთ ხოლმე რა. მაგიტომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რჩევა ალბათ ეგ იქნება, რომ საკუთარ ხელს უსმინე რა. კი. მესმის სრულიად. მე ხა მაგალითად ბოლო 2 თვე იმის გამო რომ ეს დარბაზის გახსნას ველოდებოდი, საერთოდ კვება არ დამიცვია, არ მივარჯიშია. მაგრამ აი მიჩვეული ხო ვარ რომ სულ კვებაზე ვარ და რაღაცა. ერთადერთი რასაც დაამატებით ვჭამდი, რასაც ზოგადად არ ვჭამ ხოლმე, არის ეს პურს დიდი რაოდენობით რა. მაგრამ რო გადავხედო ბოლო ამ ივლისის 4-დან სექტემბრის 10 რიცხვამდე საერთოდ კვება არ დამიცვია. ალბათ ორჯერ ვჭამე რაღაც ისეთი, აი ეს აჭარული ან ხინკალი ან შაურმა, რაღაც ისეთი, რასაც დარღვევაში ვთვლი. თორე დანარჩენი ზოგადად სახში გაკეთებული ხორცის წვნიანი ან რაღაცა ზოგადად კვებაში მაქვს ხოლმე, რაც ცხიმს დიდი რაოდენობით არ შეიცავს, იმიტომ რომ სულ მოხარშულ ხორცზე და იმაზე აჯიკაზე ვერ ვიქნები. თუნდაც რა. აი ეგ მომენტია ხოლმე გონებაში, რაც შევამჩნია, რომ რო ვიცი, რომ აი 4 შაბათს ვარღვევ, სულ 4 შაბათზე ვფიქრობ, მაგრამ რო ვიცი, რომ არ ვარღვევ 4 შაბათს, ვიცი, რომ აი ეგ არის რა. დაივიწყე რომ დიეტაზე ხარ, უბრალოდ ესე ცხოვრობ ამ მომენტში. შენი ცხოვრება ესეთია და მორჩა. შენ უბრალოდ იცი, რომ ამას არ ჭამ და მორჩა რა, იმიტომ კი არა რომ აი ვაიბი კვირა მოვიდეს, რომ დავარღვევ და რაღაცა. დაივიწყეთ რომ დიეტაზე ხარ საერთოდ. უბრალოდ ესე ცხოვრობ.
ეხლა ესე გჭირდება და ეხლა შენთვის ესეა უკეთესი და მორჩა. სხვათა შორის ისიც აქვს ხოლმე რა ქვია, ეგ ძალიან ესეთი სასაცილო რაღაცა არის, რომ კვებაში დაუწერ რაღაცას ბოსტნეული, მაგალითად მოხარშული კვერცხი, იქ ცოტა შეგიძლია გემოვნებით ყველი, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ეგ შეიძლება თავისი იმით შეცვალონ. იმ დღეს ესეთი კვება რომ ეწერა, მეკითხება, რომ რამე სხვანაირად რო ვქნაო, რაღაც სალათის ჭამა მირჩევნია დილით და მეთქი, ანუ აიღე ბოსტნეული, ზეითუნი მოასხი, კვერცხი ჩააგდე და ყველი მოაყარე ფეტა. ანუ ბერძნული სალათი არ არის, იგივეა რა. მაგრამ მაგას ვერიაც გონიათ რომ ეს ცალ-ცალკეთებზე უნდა იდოს და ისე ჭამონ. იდეაში მაშინ იცი რა კითხვა მომივიდა აზრად, რას ურჩევ დამწყებ ტიპს, რომელიც დარბაზში მიდის და ფიტნეს ინსტრუქტორის აყვანა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვები აქვთ ხოლმე, ავიყვანო, არ ავიყვანო, მჭირდება, არ მჭირდება, ან სანამდე მყავდეს ფიტნეს ინსტრუქტორი. შენი გადმოსახედით, ეხლა ჩემი მხრიდან რო არ იყოს ძალიან ესე, როდის უნდა აიყვანოს, ჩემი აზრით მაინც ყოველთვის უნდა აიყვანოს დასაწყისში, მაგრამ როდემდე სჭირდება ფიტნეს ინსტრუქტორი და რა ლეველამდე უნდა მივიდეს, რომ უკვე თავი დამოუკიდებლად იგრძნოს, იმიტომ რომ გონია რომ უმეტესწილად გონიათ რომ ფიტნეს ინსტრუქტორი რო ვარ და რო ვეუბნები გჭირდება დასაწყისში, თავის გაყიდვა მინდა და არა იმიტომ რომ რაღაცა რა. იქ რო ტრავმა აიკიდო, ძალიან მარტივი არის, როცა წონას აკეთებ. და საჭიროა, მაგრამ მე გონიათ ხოლმე რომ მე უბრალოდ მინდა რომ გავყიდო და მეტი მოსწავლე მყავდეს. სინამდვილეში ეგრე არა, როცა გიყვარს სფერო, მაგას ეგრე არ უყურებ რა. აღერავი რაღაცა მაღაზე მარტივად შემიძლია გაქცე პასუხი, აი მეც რო ეხლა მწვრთნელი მყავდეს, ბევრად მაგრად ვივარჯიშები და ბევრად კარგი შედეგი მექნებოდა. ანუ მწვრთნელი ყოველთვის რო 20 წელი გავიდეს უკეთესია ვიდრე მარტო ვარჯიშობდი. მაგრამ რა თქმა უნდა შეგვიძლია თვერის გარშეც რაღაცა პერიოდის მერე ვივარჯიშოთ. და ეს ცოტა ინდივიდუალური თემაა რა. იმიტომ რომ ზოგი ადამიანი იმდენად ნიჭიერია ხა ჩემი მოსწავლეებიდან, აი ადამიანს ერთხელვან და ხედა ისე იდეალურად გაუკეთებია. მეგონა რომ მეთქი არა უეჭველი სადღაც ვარჯიშობდი რა და ტიპი მეუბნება მართლა არ მივარჯიშეო რა და მყავს ისეთი მოსწავლეებს რომლებსაც აი დარბაზში რო შედიან აი გეფიცები 2 წელია ვავარჯიშებ ხალხს და აი კერდის ტრენაჟერი რომელია ის ბენჩპრესი რომელიაო რა ანუ ხო ხდები რა და მაგიტომ ვისაც უნდა სიტყვაზე თავიდან მაინც ინსტრუქტორი მწვრთნელი აიყვანოს და რაღაცები ისწავლოს ცოტა მეტად ყურადღებით უნდა იყვნენ ხოლმე ხო ხდები რობოტები ვით არიან რა აი რაღაცას ვაკეთებინებ, არავის კითხვა არ უჩნდება, რომ რატო ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, ეს ამდენს რატო ვაკეთებ, ხო ხვდები, აი იმდენად დაპროგრამებულები არიან, რომ 2 წელია ადამიანი შეიძლება ჩემთან ვარჯიშობს, შემოვიდეს და საერთოდ არაფერს აზრი არ არის და არაფერი არ ახსოვს. და არიან ეგეთები. ამიტომ ვისაც გინდათ სიტყვაზე, რომ ესე ვთქვათ, მწვრთნელი თავიდან მაინც ესე ვთქვათ აიყვანონ, ვიაც უნდა, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, კითხვები არ ტეხავს. კითხე რას რატო ვაკეთებ, ამდენს რატო ვაკეთებ, ეს როგორ კეთდება და ჩემი აზრით თუ ნიჭიერი ხარ და გამოგდის 2-3 თვე ალბათ საკმარისია რა, მაგრამ აი მართლა ინდივიდუალურია რა. მაგრამ შეიძლება ადამიანმა 1 წელი ივარჯიშოს და მაინც ვერ რა. უბრალოდ ტექნიკა მაინც ისე კარგად ვერ გააკეთოს, როგორც შეიძლება და სხვას გაეკეთებინა და ვიღაცა ყოველთვის ვიღაც დაჯობებს ისე ვთქვათ რა. მაგრამ თუ შეგიძლია ფინანსები ხელს გიწყობს მე გეტყოდი რომ სულ გჭირდება მწვრთნელი მთელი ცხოვრება. ეგ ეხლა მეც დარბაზში რომ ვიღაცა მყავს ყოველთვის უფრო კარგად ხს რომ თავს უყურებს რა. შენ ყოველთვის უფრო უკეთესად გონი აკეთებ რაღაცას ვიდრე სხვა რო გიყურებს რა. ობიექტურობას ბოლომდე ვერ იცავ. მეც მაგას ვეუბნები ხოლმე რა რომ რა დონის ნიჭიერიც არ უნდა იყო, მოდი 3 თვე გაჩერდი, შედეგსაც ნახავ და თან ერთ თვეში როგორი პროფესიონალიც არ უნდა ვიყო, 6 წელია, 7 წელია ვაკეთებ, მაგრამ ერთ თვეში ორგანიზმს ვერ იგებ ზუსტად რა უნდა და როგორ უნდა რა. ძალიან პატარა დრო არის, просто ფიზიკურად არ გამოგივა, თორე და მაგიტო ვეუბნები ხოლმე რომ ანუ მოდი შევხედოთ რა, იმას არ გეუბნები რომ რაღაცა და შე როგორც გადაწყვეტ, მაგრამ მოდი 3 თვე მაინც შეხედე რომ მე მიხვდები რა არის შენი ძლიერი მხარე, სუსტი მხარე, კვებასაც უფრო ეჩვი, ანუ ერთ თვეში უფრო სტრესულად უყურებ და 3 თვის მერე უკვე დარღვევებიც რომ უფრო ისე შემოდის რომ დარღვევა კი არ არის, არამედ ხანდახან ძმაკაცებთან წავედი და გემრიელად შევჭამეთ. მერე უკვე ფსიქოლოგიური ჩვევაც გიყალიბდება და შეიძლება გააგრძელო თუ ხედავ რომ გჭირდება, შეიძლება თქვა რომ უკვე ჩემითაც მივხედავ. სრულიად გასაგებია და რა თქმა უნდა სრულიად ისევ გეთანხმები. მე მაინტერესებს იდეაში რას ურჩევდი დამწყებებს, არა მხოლოდ ინსტრუქტორის ჭრილში ხა. ტიპს აი ვთქვათ, არის ვიღაც 16 წლის, ავიღოთ ჩემი სახელის მქონე გიორგი ვიღაცა და უნდა ვარჯიშის დაწყება, შენს გიყურებს, შეიძლება ჩემ პოდკასტსაც უსმინოს
და ცდილობს რომ რაღაც ჩვევები გამოიმუშაოს, დარბაზში მივიდეს, რას ურჩევდი, როგორ დაიწყოს, რა გააკეთოს, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას ფიტნესში, არა პროფესიონალურად, არამედ უბრალოდ ესე ყოველდღიურობაში რომ ჯანსაღად და ჯანმრთელად იყოს და ისე რომ საკუთარ ფსიქოლოგიას და ფიზიკურობას საბოლოო ჯამში უარყოფითისკენ არ ესე გადაადგმევინოს ნაბიჯები. პირველ რიგში აუცილებლად იპოვონ ისეთი ადამიანი, რომელსაც უკვე ის გზა გავლილი, რაც ჯერ შინ არ გაქვს გავლილი. აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მე როცა პატარა ვიყავი, 13 წელს ხვდებოდი დარბაზში, რომ ესე ვთქვათ ვარჯიში დავიწყე რა და მწვრთნელი ვინც გამოვიდა, ვისაც უნდა ვევარჯიშებინე, ფორმაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, მე რო გავიგე, უბრალოდ რაღაცა ადრე ვარჯიშა და რაღაცაო რა და იქვე ერთი ბიჭი იყო, ბოდიბილდერი, გიორგი თუთარაშვილი, მაგას ვეუბნები ხოლმე და ანუ იმდენად კარგად გამოიყურებოდა რა, რომ ანუ ტიპთან მივედი და იმას ვკითხე მეთქი, ანუ რა როგორ გავაკეთო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მართლა ბევრად მეტი ქონა ნანახი ამ ადამიანს, ვიდრე იმას, რომელიც მწვრთნელი იყო. ეს უბრალოდ ადამიანი იყო, რომელიც ვარჯიშობდა. ამიტომ ყველა ვარიანტში პირველ რიგში იპოვო ის ადამიანი, ვისაც უკვე გავლილი აქვს ეს გზა, არ ივარჯიშობ მხოლოდ YouTube-დან, და YouTube-დან გადმოღებული ვარჯიშებს მივყავართ ხშირად ტრამვებამდე. იკითხე ძალიან ბევრი, უსმინე აი ესეთ საინტერესო პოდკასტებს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს აქ. ესეთ პოდკასტებს და არ შეგეშინდეს, როგორ გითხრა, არ შეგეშინდეს სიახლეების რა. არ ჩათვალო, რომ რამე იცი უკვე. ანუ ყველაზე დიდი შეცდომა ეგ არის ხოლმე, რომ აი მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. ყველასგან მოისმინე რჩევები, ყველას აზრი მოისმინე და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. და საკუთარ თავზე რასაც გაივლი, ეგ იქნება შენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი და ყველაზე დიდი ცოდნა, რაც შეიძლება მიიღო. და იგივე რაც წეღავ თქვი, ყოველთვის უსმინე საკუთარ სხეულს. ყოველთვის და არ შეეწინააღმდეგო შენ სურვილებს. რაც გინდა, ისაკეთე, რაც მოგწონს, რაც გიყვარს და არასდროს ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთ რაღაცებზე არ უნდა ხა ცუდი და კარგის გარჩევა უნდა ვიცოდით, მაგრამ არ შეეწინააღმდეგო შენ სურვილებს რა და იქნები ბედნიერი, მიიღებ შედეგს და ისემონებ პროცესით. არც мотиваცია დაგეკარგება და ყოველ დღე უფრო მეტი სურვილი გექნება იგივე იმეორო რა. ამიტომ ხო, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ყავს, ვისგან შეგვიძლია დღეს რჩევები ავიღოთ. ჩემ დროს ეგ არ იყო. ჩემ დროს როგორ იყო, იცი, აი, რავი, რჩევები კი არა, საერთოდ ძალიან ცოტა ადამიანი იყო ისეთი, ვინც რამეს გეტყოდა. დღეს ძალიან ბევრია და უსმინონ, მიიღონ, მიღება უნდა შეგეძლოს. აი, ძალიან ბევრი იცი რას ფიქრობს, აი, თითქოს ვიღაცის ეგოს ეხები, რაღაც რჩევას რო აძლევ, აი, ძალიან ცუდი რამეა რა. ჩათვალე რომ ის ადამიანი პირიქით ინტერესს გამოთქვამს შენს მიერ და შენთვის კარგი უნდა, ანუ რატო გეხება ის ეგოზე ვერ ხვდები. ანუ შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა რაღაც მირჩიოს და ისეთი რაღაც მითხრას, რაც ჯერ არ გამიგია. და ეგ ის ნორმალურია. ამიტომ მოусმინეთ ყველას და რა ვიცი, მიიღეთ რჩევები ყველასგან საერთოდ აბსოლუტურად. სხვათა შორის იცი რა შევამჩნიე, ისე ვისაც უფრო მეტი ცოდნა აქვს და ვინც უფრო გამოცდილ, ანუ ვისაც ეს გზა უფრო კარგად აქვს გავლილი, ის ადამიანები უფრო მეტად არიან მოტივირებული რომ დაგეხმარონ და ვისაც არ აქვს ეგ ყველაფერი, ანუ თუ შენგან სარგებელს არ ხედავს ხოლმე, უმეტესწილად გეუბნება რომ არ მცალია ან რაღაც მსგავსი. ეგ ძალიან ცუდი არის. და მაგრამ მაგით ამ ბოლო დროს უფრო მეტად ვიაზრებ, რომ ანუ მაგას იმდენად მეტი აქვს გავლილი, იცის უკვე რომ ამ გზაზე ვიღაც კითხვას რომ დაუსვეს, ჯობია რომ კარგ გზაზე დააყენოს და რაღაცა. უკვე იცი, ეხლა ბოდიბილდერებსაც მაგით ძალიან რაღაცას ვეუბნები. კი და ძალიან კარგი რჩევა არის. მაშინ ბოლო კითხვით შემოვიფარგლები, რა არის ის გამონათქვამი ან ფრაზა, რომელმაც საბოლოო ჯამში, რომელიც შეიძლება რამდენიმე წლის წინ, ან შეიძლება რამდენიმე დღის წინ გაიგე, გითხრეს, რჩევა მოგცეს და შენზე იმოქმედა, ან შენი ცხოვრება შეცვალა, რასაც საბოლოო ჯამში ეს კრედოდ ისახავ, რომ აი მუდმივად ჩაგესმის ხოლმე, როცა გადაწყვეტილების მიღება გინდა, ან თუნდაც რამე მსგავსი. რავი, ესე რო გითხრა, ესეთი განსაკუთრებული არაფერი მახსენდება, მაგრამ ერთმა ესე თქვა მომზადების პერიოდი მქონდა რა, რომელიც წელი ზუსტად აღარ მახსოვს, ძალიან მიჭირდა, რაღაცა იქ პირად ურთიერთობებში მქონდა სერიოზული პრობლემა, ანუ ძალიან ბევრი რაღაც დაიმთხვა, ესე თქვა რა, ეს იყო 2019 წელი იყო, ძალიან რთული წელი იყო მართლა ყველა მხრივ, შეჯიბრზე ვემზადებოდი, იქ რაღაცა პირადი პრობლემები იყო, ოჯახური პრობლემა, ყველაფერი ერთად მოხდა, აი მართლა რა.
რაც შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ, მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ რა. და წარმოიდგინე შენ დიეტაზე ხარ კიდე ემზადები, ნერვიულობ კიდე შეჯიბრზე რასაც იქ ფინანსური პრობლემები რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის მეგესწრებო მოზლებზოს და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი რა და ერთი ტიპი იყო მაშინ მახსოვს არსენასთან ვიყავი დარბაზში რა Go Fitness-ში ვიყავი და ერთი ტიპი იყო რა და რა იყო იცი არ ვიცნობ ესე პირადად ეხა არც ვიცი სად არის მართლა ყოველდღიურად ავდიოდი ხოლმე 7-ზე თუ 8-ზე კარდიოზე რა და ვაფშე არავინ არ იყო ხოლმე დარბაზში მარტო მე და ეს ტიპი ვიყავით ხოლმე რა და ესე ვთქვათ სულ ვუყურებდი რომ აი ყოველდღე ჩემთან ერთად ეს ტიპი დადიოდა და რაღაცა მეც რაღაცა ჩემსაც ხარჯავდი ის თავისას ხარჯავდა და ესე ვთქვათ რაღაცა გამოელაპარაკეთ მე როგორც ბოლოს ესე ვთქვათ ერთმანეთს რაღაცა მითხრა რომ აი ძალიან იშვიათი ადამიანი ხარ რომელიც მართლა ცხოვრებაში შემხვედრია და ესეთი დისციპლინა და ესეთი რაღაცეები ძალიან იშვიათად ხდება მარტო ფილმებში თუ ნახავო და რაღაც მე ფილმებში მაქვს მარტო ნახეო და ჩოლვე ფილმის პერსონაჟი ხარ და მითხრა ძალიან მარტივი რაღაც რომ აი რთულ ადგილებს რთულ გზას ყოველთვის ლამაზ ადგილებთან მივყავართო რა და ეგ იყო ჩემთვის მართლა იცი რა არის იმიტომ რომ თან უცხო ადამიანი იყო ხო ხვდები თან სრული გამოთქვა ჩემთან მოვიდა და ძალიან იმოქმედა რა იმიტომ რომ ეგ სიტყვა მაშინ ძალიან მჭირდებოდა და ვერავისგან ვერ გებულობდი რა არავინ არ მეუბნებოდა მაგას მიუხედავად იმისა რომ ბევრმა იცოდა რომ რთული პერიოდი მქონდა მაგრამ არავის სრული არ ქონია რომ რაღაცა მსგავსია თქო ჩემთვის და რაღაცით გავემხნევე ესე ვთქვათ რა მაშინ ჯერ კიდე ისე ის ვიყავი რა არ ვჩანდი ისე კარგად ხალხში მაგრამ გარშემო ბევრი ხალხი ყავდა ვისგანაც ძალიან გამიკვირდა რომ მსგავსი რაღაც ვერ გავიგე და უცხო ადამიანისგან გავიგე რა და მაგიტო კიდე უფრო მეტად იმოქმედა რა და მართლა ეგრე მოხდა რა რთული გზა გავიარე მაგრამ უფრო მაგარ ადგილზე მივედი მართლა ეგრე იყო და ძალიან მაგარი არ დამოვიწყდება რავი ის ადამიანი არ ვიცი ხა სად არის ის იყო ერთი რავი როდის იყო 2019-ს მე 6 წელი ხო გავიდა 7 წელი არ ვიცი სად არის მაგრამ ყველაზე მაგარი რამე იყო რაც ოდესმე მოვისმინე იმიტომ რომ თან უცხო ადამიანისგან რა ხო ხვდები კი სრულიად მესმის იდეაში ხო ანუ რთული როცა არის გზა მაშინ არის რომ ეს შედეგიც უფრო გრანდიოზულია რა თორემ მარტივ გზას როცა ირჩევ ყოველთვის უფრო კი შეიძლება რაღაცა გააკეთო მაგრამ ისეთი გრანდიოზული არ იქნება პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სასიამოვნო საუბარი და დიალოგი იყო ჩემი აზრით ფიტნეს ჭრილს ძალიან საინტერესო გამოვა ყველა ადამიანისთვის ვინც დაინტერესებული ამ სფეროთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი იყო და რო გაგიცანი ეგეც ძალიან სასიამოვნოა და იმედია მომავალში შევხვდებით მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის მართლა სასიამოვნო იყო მართლა შენთან საუბარი ძალიან გამიხარდა მართლა თუ ჩვენი საუბარით კიდევ ერთ ადამიანს დავეხმარებით და დარწმუნებული ვარ რომ ისე იქნება მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა კიდე შეიძლება შემდეგ დარბაზში შევხვდეთ და ნახოთ მოკლედ აუცილებლად კიდე შევხვდებით მადლობა ძალიან დიდი და აბა შეხვედრამდე